ნუგზარ, მე მინდა შევეხო ასევე წითელი რეჟიმის სასტიკ ვერდიქტს, უფრო კონკრეტულად 1993 წლის თვითმფრინავის ბიჭების საქმეს, რომელიც ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული და ტრაგიკული ფურცელია საბჭოთა საქართველოს ისტორიაში. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლებამ გამოუტანა სასტიკი, ასე ვთქვათ, ვერდიქტი, ფაქტობრივად სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. იმ პერიოდის ხელისუფლებას მიმართა პატრიარქმა ილია მეორემ თხოვნით, რომ შეეწყალებინათ ბრალდებულები, თუმცა არათუ შეიწყალეს ისინი, არამედ ილია მეორემ ეს თხოვნა უკან გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი? რატომ მოხდა ზეწოლა პატრიარქს? მარტო პატრიარქს არ ხა იგეთქვით, იქ რო იყო. იქ უბრალოდ, ნუ თქვათ, იქ მოხდა დანაშაული, თვითმფრინავის გატაცების ცდელობა იყო, იმას მოყვა მსხვერპლი, გასაგებია ხლა როცა თქვათ მსხვერპლია, იქ ვიღაცა უნდა დაისაჯოს, ხოლმე. მაგრამ იქ იყო ის მღვდელი ჩიხლაძე, რომელიც საერთოდ შეხება არ ჰქონდა. არც იმ აქტთან, არც ნუ საერთოდ იქ უბრალოდ იცნობდა, მაგრამ ხო უბრალოდ ნაცნობობა თუ ქუჩაში შეხვდა ადამიანი და შეიძლება ახლობელიც იყოს ნაცნობი, ეს არ ნიშნავს, რომ ის კრიმინალი იყოს და ის რამე მონაწილეობდა. მას იღებდა, თქვათ, აი ამ რა ქვია, ტერაქტის მომზადებაში. აი ეს ნამდვილად ძალიან უსამართლო იყო და მაშინ ცალსახად, ნუ შეიძლება იყო ნაწილი, რომლებიც თვლიდა, რომ კი იმათ დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ, ესეც სასტიკ დაჟას არავინ არ ველოდით მაშინ, მაგრამ რაც შეეხება იმ მამა ჩიხლაძეს მიმართ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. გასაგებია მაშინ საზოგადოების ნაწილში, ეხლა ეგრეთ წოდებული ინტელიგენციას ვეძახიან, იყო მწერლები, მხატვრები, სხვაებიც, რომლებმაც თქვათ გამოჩენილი თქვათ ადამიანები თავიდან ესეთი პეტიცია შედგა და იყო ხელმოწერები. მათაც უკან გაიტანეს, ეხლა მაინდამაინც ჩვენ ავდგეთ რატო პატრიარქმა გაიტანა და მათ გაიტანეს. ამათაც გაიტანეს და მასშტაბური ზეწოლა იყო ეს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. ალბათ იყო, ხა წარმოიდგინეთ, ადამიანი ადგა დაიწყო პეტიციის მომზადება, მერე და ხელმოწერებზე შემოყ. იმ პერიოდში ხა ეს გონია ვინმეს გამორჩა, ხა თვითონ არ იცოდნენ, რომ ამას შეიძლება რაღაც ესეთ საჯელი მოყოლონ, მაგრამ გააკეთა ამ ხალხმა. მაგრამ მერე ეტყობა ეს ზეწოლა იმხელად დიდი იყო, ალბათ პირადად შევარდნაძის მხრიდან, იმიტომ ის თვითონ იყო ჩარეული ამ საქმეში. რომ ხა მე არ მიკვირს, რომ იქ იმათ უკან გამოიწვიეს.